ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. აი ამ რეგიონში, რა რეგიონშიც ვართ დღეს, ხო? ამიტომ შენი ხასიათი ძალიან ესეთი ლაღი, მიმღებლური, რაღაც ესეთი ჰუმანური, რაღაც ადამიანის უფლებებზე რო ვლაპარაკობთ, ეხლა რომელ საუკუნე იყო, მე-12 საუკუნე იყო მართლა, როდესაც ჩვენ პირველად სიკვდილით დასჯა ქალმა აკრძალა. და პირველი პარლამენტის ნიშნები გქონდა, როცა კარავი შექმნა თამარ. დიპლომატები ხუაშ-ცოქალი და კრავაიჯაყელი, ხო. ანუ არის ბევრი რაღაცა, რაც მართლა შენთვის იყო ბუნებრივი მოცემულობა თითქოს. აი ხო მოდიოდა ხო სხვა გავლენები ქონდა შენ ქვეყანაში, რამხელა გავლენები ქონდა აღმოსავლეთის. ძალიან ბევრი აღმოსავლურია ჩვენთან. რა თქმა უნდა. მაგრამ აი ამ აღმოსავლურზე ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ. ესიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ქართველებს რაღაც მე მგონი ცოტა უჭირთ იმის დაჯერება, რომ ცოტა აღმოსავლეთიც ხარ. იმიტომ რომ აღმოსავლეთი ძალიან დიდი გავლენა ქონდა ჩვენ აღმოსავლეთ ჩვენზე და ჩვენ ვართ ზუსტად იმ გასაყარზე. ანუ ის ჩვენი ხასიათი არის ძალიან უნივერსალური, რაც არის ეს ევროპული, რაც შეგვიძლია ვთქვა და ამავდროულად ძალიან აღმოსავლურიც. ეს ქმნის შენს ხასიათს და უნიკალურობას, ამიტომ არაფერი მოსარიდებელი არ არის შენ თუ აღმოსავლურიც გაქვს ეს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კულტურაა აღმოსავლეთიც. რა თქმა უნდა და მე-12 საუკუნის კიდე რომ ამბობ ექსპანსიაზე რომ ვლაპარაკობ, ყველანაირი მონაცემი რაც არის ამ ლიტერატურული შედევრია, მორალური კოდექსის, ხო?